რატი ხარბედია 52-ში ჩემპიონი გახდა ისმაილ ნასირზადე 54-ში ზაზა მდინარიძე და კარდაშ რახიმოვი სადაც არ დავასახელებ საქართველოს აზერბაიჯანი იქნება შემდეგ 57 მათე ვოლოშინი ალი ჯამალზადე 60 მირიამ ვოლოშინი ალი აბასლი 63 ნიკოლოს ხიზანიშვილი ნაორ გელერი ისრაელი შემდეგ იუსიფ ჰასანლი 66 კილოგრამი და ლუკა ქიტუაშვილი 70-ში მათე დუმბაძე და საბარატიანი ორივე საქართველოს 75-ში იუსიფ აღაქიშიევი და გორკა ზარიანი 80-ში იქნება აზერბაიჯანული ფინალი სალეხ ფარაჯოვი და შუქარ ალიევი და მძიმე წონაში მეხრან რასულოვი და ჰასან აკბინარი საქართველოს პირველი ფინალი არის 56 კილოგრამში ხეირადინ ფაშაევი და ჰასრატ მამედოვი ფაშაევმა გუშინ დაამარცხა აიდინ შახბაზოვი მამედოვმა მოუგო სომეხ ლევონ ჩილინგარიანს ფაშაევს კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდა მეოთხე ფინალში მან დაამარცხა გიორგი გოგრაჭაძე ხოლო მამედოვმა დაამარცხა ჩვენი ნოდიკო კვერეხაძე და მამედოვს ჰქონდა კიდევ ერთი მერვე ფინალური შეხვედრა მან მოუგო ჩვენს დიტო გოგოხიას ხეირადინ ფაშაევი საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი თბილისი და მისი მეტოქე ჰასრატ მამედოვი აზერბაიჯანი ბესიკ ბარნოვის შეხვედრის რეფერი. სულ იქნება ერთი და ამ მომენტისთვის თითო ჩემპიონი გვყავს ჩვენს და აზერბაიჯანსაც. მეორეც ნაღდი გვეყოლება, იმიტომ რომ ერთმანეთს ხვდებიან, ორიდან შეგვიძლია ავიწყოთ ათვლა, ერთი ფინალი არის საქართველოს ისრაელი და 8 საქართველოს აზერბაიჯანი. პირველი რაუნდი ცენტრი გამაგდა ჰასრატ მამედოვი. ეხლა დაასრულა ეს მაგირებიდან შეტევის დაწყება ფაშაევმა. კიდევ შეტევა ხეირადის ამ წონაში ბრინჯაოს მედლები ხვდათ აიდინ შახბაზოვს აზერბაიჯანი და სომეხ ლევონ ჩილინგარიანს. კარგი შეტევა ჰქონდა ეხლა მამედოვს დაახევინა უკან ფაშაევს. და კიდევ ერთი ისეთი მძლავრი დაგვასწრო ეხლა მამედოვმა მარჯვენა ეკროსი ისი საკმაოდ ძლიერი იყო თან კიდევ ერთი ამჯერად წინა ხელით იმუშავა კარგად აზერბაიჯანელმა და რაუნდის მოსაგებად ეს საკმარისი იქნება. ბოლო 10 წამი პირველი რაუნდის ვატყა ეხა ხეირადინმა, მაგრამ გონგმა მოუსწრო ჩვენს შეტევაში. მამედოვი 4 ხმა, ფაშაევი 1. მე რაუნდში ვჭირდება, მოგება კარგი იქნება, მინიმუმ 2 ხმა
ამჯერად მარცხენა ხუკი, კიდევ ერთი მარცხენა ხუკი მამედოვის შესრულებით ის კარგად იჭერს დისტანციას და ახლოს არ უშვებს ფაშაევს. მეორე რაუნდის მამედოვის უპირატესობით დაიწყო. Das დაგვასრულა ამჯერადაც. ახლა მარცხენა პირდაპირ მოარტყა ფაშაევმა. კიდევ ერთი მარცხენა ჯები. ამჯერად მარჯვენა ხუკი. კარგი იყო ბოლო 3 დარტყმა იყო ფაშაევის. კიდევ გჭირდება რაუნდის ბოლომდე. ბრძოლაში დავჩეთ მესამე რაუნდში. კიდევ ერთი კარგი შეტევა ხეირადინისგან. და რაუნდის ბოლომდე ბევრი ცაბარი დარჩენილი, კარგი დაბოლოება გჭირდება. ამჯერად 40 წუთი, თუმცა ვეღარ დაიხია უკან და გაუშვა ფაშაევმა ის დარტყმა და შეიძლებოდა მოეგო მას ეს რაუნდი, იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე შეტევა მისი იყო. გონგი აი ეს ბოლო შეტევა რომ არა ვიტყოდი თოხმები გაიყოფოდა, თუმცა არ არის გამორიცხული, ეხაც გაიყოს. ორგანიზმის ნახეთ. ხო, რომ არა ის ბოლო ნოკდაუნიც ავიყო. რომე უნდა დაამშვიდონ ეხა მსვლელებმა, გზნობ ალბათ რომ შეიძლება მოეგო ეს რაუნდი და რეალურად წააგო ერთი დარტყმით. ეხლა კი ამ ბრძოლის შემოbrunება გაჭირდება. კარგი რაუნდი ქონდა ფაშაევს, დასაწყისში ქონდა მამედოს უპირატესობა, მაგრამ შემდეგ გარდატეხა თითქოს შემოაბრუნა და ვერ გაძლო ბოლო 10 წამი შეებოდა ალბათ ნაკლები. თუ აგერ დასტური ამისა, რომ ფაშაევი უკეთესი იყო ამ რაუნდში და აი ერთი დარტყმით წააგო ფაქტიურად რაუნდი. ალბათ ბრძოლაც. გადავიდა ხა უკან მოვხედავთ შეტევაზე ხეირადი ფაშაევი. აქ უკვე დამაჯერებელი მოგება გჭირდება. 1 საჭთან არის ფრე და 4-თან იღებს 2 ქულით ხასრატ მამედოვი. ანუ გჭირდება აქ 2-10 თქმა, რომელიც მის მოპოვებაც თითქმის შეუძლებელია. Პირველად ფოტოზებული იქნებოდა მესამე რაუნდი, მაგრამ აი ეს ერთი წამიანი უყურადღებობა კარგი იყო. ეხლა მარცხენა ჯები საკმაოდ ძლიერი მოარტყა ფაშაევმა. კიდევ ერთი ბოლო დარტყმა ფაშაევის იყო, შეიძლება მოიგონ, მაგრამ მესამე რაუნდი ბოლო შეტევაც იყო ის. კარგი ბრძოლა ჰქონდა ხეირადინ ფაშაევის, მაგრამ
ერთი უყურადღებობა ესაჯდება გრიფში. ჩემპიონი ხდება ასრატ მამედოვი, მეორეზეა ხეირადინ ფაშავი, ბრინჯაოს მედლები აიდინ შახბაზოვი აზერბაიჯანი და ლევან ჩილინგარიანი სომხეთი. ბავშვი ახლა განიცდის კი მესამე რაუნდი მოვიგეთ, იმიტომ ხმები გაიყო. როგორია დაწყნარდეს ხეირადინი და ალბათ იქნება ის ევროპის ჩემპიონატზე და მოიმზადოს შემდეგი ტურნირებისთვის. აქ ველოდებით ხოლმე მესამე რაუნდი მოვიგეთ. არა, 4-1 მოიგო მამედოვმა, მაგრამ ერთმანეთსაჯმა საბოლოო ჯამში მიანიჭა უპირატესობა ხეირადინ ფაშაევს. ეხლა კი 58 კილოგრამზე არ გადავდივართ, იქ ნიკოლოზ კერძევაძე მიიღებს თავის ოქროს მედალს, მეორეზე გავიდა აქ სამუელ გრიგორიანი და 58 კილოში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თბილისელმა გიგი ქათამაძემ და ნარეკ გევორქიანმა სომეხმა. ეხლა კი შემდეგი